რას ნიშნავს დამოუკიდებლობა? რამდენად ვართ დღეს თავისუფლები როგორც საზოგადოება და როგორ გვესმის ეროვნული იდენტობა და მისი იდეა თანამედროვე სამყაროში? ლალი ანთიძე, ფილოსოფოსი, ჩვენთან ერთად არის დილიდან. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. უპირველეს ყოვლისა გილოცავთ ამ დღეს. ძალიან ლამაზად გაქვთ ეს ორივე დროშა წარმოდგენილი გულთან ახლოს და მოდით პირველი კითხვით გადმოვალ. როგორ უნდა განსაზღვროთ დამოუკიდებლობა გლობალიზაციის პირობებში? ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მიხარია რომ ერგო პატივი რომ დღეს ყოფილიყავი თქვენი სტუმარი. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, ზოგადად აი ჩემი თაობის ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის დღევანდელი დღე, იმიტომ რომ ჩემმა თაობამ მოახერხა ის, რომ ეს დამოუკიდებლობის რესტავრაცია ანუ 90-იან წლებში ამ დღის მნიშვნელობის მოუბრუნება შევძელით. თუმცა აქამდე ეს დღე ცოტათი ნაკლებად გადიოდა ემოციებზე, უფრო აი გონით საწვდომი ამბავი იყო და ეხლა უკვე ემოციურადაც განვიცდით ამ მოცემულობას და ემოციურადაც ჩართული ვართ ამ დღის მნიშვნელობაში, იმიტომ რომ დღეს როგორც არასდროს ამ 40 წლის მანძილზე, რაც საქართველო არის დამოუკიდებელი, თავიდან დგას ეს პრობლემა, რომ საითკენ წავა საქართველო და ინარჩუნებს თუ არა ამ დამოუკიდებლობას. რაც შეეხება გლობალიზაციის კონტექსტში საქართველოს დამოუკიდებლობას, უნდა გავიხსენოთ ის უცნაური ისტორიული მოცემულობა, რაშიც 1926 წლის 26 მაისი გამოცხადდა. საქმე ის გახდა, რომ ეს იყო იმპერიების ეპოქა. ეკეთ რუსეთის იმპერია, აკეთ მეორე მხრიდან ოსმალეთის იმპერია ევროპაში, ავსტრო-უნგრული იმპერია და წარმოიდგინეთ ამ იმპერიების პირობებში პატარა საქართველო არის ერთ-ერთი პირველი, რომელიც აცხადებს დამოუკიდებლობას თან ნეიტრალიტეტის კონტექსტში. ეს იყო ძალიან უცნაური, რომ ჩვენ ვიყავით მაშინ ნეიტრალური ქვეყანა. შეუძლებელადაც ჩანდა მსგავსი ნაბიჯის გადადგმა და ზოგადად დამოუკიდებლობის გამოცხადება. თვითონაც არ იცოდნენ დამოუკიდებლობის გამოცხადება ერთი თვით ადრე, თქვა აპრილში ჯერ არ იდგა დღის წესრიგში. არანაირად არც პოზიციის და არც ოპოზიციის მხრიდან, მაშინდელი ოპოზიციის მხრიდან. და ეს სამაგიეროდ ეს დამოუკიდებლობა გამოიყენეს ძალიან კარგად და დღესაც ანალოგიურ სიტუაციაში ვართ. იქიდან გამომდინარე თუ ჩვენს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას როგორ გამოვიყენებთ, აი ეს იქნება ის მომავლის კონტურები, რამაც შეიძლება რომ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვნობა დააფიქსიროს და ის ჩვენი კულტურული იდენტობა და ის ჩვენი კულტურული მოცემულობა რაც გვაქვს, ფაქტობრივად ისტორიულად ყოველთვის ვიყავით ბუფერული ზონა, ჩვენ ვიყავით კულტურულად ბუფერული ზონა ორ უზარმაზარ აღმოსავლურ და დასავლურ სამყაროებს შორის, ჩვენ ვიყავით რელიგიური ბუფერული ზონა ისლამურ და ქრისტიანულ სახელმწიფოებს შორის და ბოლოს და ბოლოს გეოპოლიტიკურადაც მდებარეობის მიხედვით. ხო და ეს არის ეს ყოველთვის ზრდის საქართველოს მნიშვნელობას და ამიტომაც არის რომ აი ეს ჩვენი მდებარეობა, აი ეს ჩვენი კულტურული მოცემულობა ყოველთვის გვინდა არ გვინდა, აი რაც არ უნდა არ გვინდოდეს რომ პოლიტიკური პროცესების ჭრილში ვიყოთ, ყოველთვის ვიქნებით აქტუალური, იმიტომ რომ ყოველთვის იქნება ეს საჭიროება ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ ტერიტორიის, ხანდახან არის რომ მხოლოდ აი ამ გეოგრაფიაზე დაგვყავს, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული მოცემულობა და მას ძალიან კარგად ხედავს ევროპული საზოგადოება, ანუ ყველა ჩვენი ისტორიული დამსახურება, რაც არის კაცობრიობის წინაშე, ეს ძალიან კარგად არის წარმოჩენილი. წარმოიდგინეთ, ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელსაც ყავდა არჩეული ქალი პოლიტიკოსები, 5 ქალი პოლიტიკოსი იყო დამფუძნებელი კრების წევრი. ეს იმ პირობებში, როდესაც ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში ქალი უბრალოდ არჩევნებში მონაწილეობასაც ვერ იღებდა, ანუ ხმის მიცემის უფლებაც კი არ ჰქონდა. თუმცა მაინც აი ფილოსოფიურ ჭრილში რომ უფრო განგვიმარტოთ, აი რას ნიშნავს დამოუკიდებლობა? დამოუკიდებლობა ნიშნავს იმას, რომ შენ უნდა შეძლო საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება. ეს არის ცალსახად და თან როგორ არის, ერთი არის, როდესაც არის ადამიანი და ქვეყანა დამოუკიდებელი და მეორე არის, როდესაც როგორი აი ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის შიგნით, როგორი ტიპის ადამიანები ცხოვრობენ. დამოუკიდებლობა უდრის თავისუფლებას.
ცალსახად, იგივეა? რა თქმა უნდა, ცალსახად ერთი და იგივეა, იმიტომ რომ არადამოუკიდებელი ადამიანი ვერ შექმნის დამოუკიდებელ ქვეყანას, იმიტომ რომ თქვენაც თუ აკვირდებით, ხო, როგორი ჩვენ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ და აი ეს ვიღაცა პატრონის ძიების პროცესი როგორ მიდის, არ არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ მანიფესტაციას ახდენენ იმისას, თუ როგორი უნდა იყოს დამოუკიდებელი ქვეყნის დამოუკიდებელი მოქალაქე, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც მუდმივად აი ამ პატრონის და მფარველის ძიებაში არიან. რა მაინტერესებს თვითონ ახლა თქვენ ახალგაზრდებთანაც გაქვთ შეხება, თვითონ ცნება აი თავისუფლების წვდომის თაობასთან ერთად იცვლება? ანუ ფართოვდება თუ უფრო ვიწროვდება? როგორ ფიქრობთ? ნუ თავისუფლების ცნება ახლა ყოველთვის ცნება არის და შინაარსია. სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, სახელმწიფოს თავისუფლება. აი ამ მიმართულებით. ცალსახად როგორ შეიძლება თან ქვეყანა არ იყოს დამოუკიდებელი იმ პირობებში, როდესაც მასში არათავისუფალი ადამიანები ცხოვრობენ. გააზრება, ანუ ამის ფართოდ გააზრება ხდება თაობების ცვლებასთან დაკავშირებით თუ პირიქით? ჩვენ უფრო ერთი არის, როდესაც ეს გააზრებული და მეორე არის, როდესაც ამის მანიფესტაციას აკეთებ ემოციების დონეზე და შენი პირადი დამოუკიდებულების დონეზე. იცით რა, შეიძლება გონებით რაღაც იცოდე, მაგრამ თუ ეს განცდილი არ აქვს, რას ნიშნავს იყო თავისუფალი, იქ რაც არ უნდა ტრაქტატები იკითხო ფილოსოფიური, თუ კი ეს გაცნობიერებული არ აქვს, ბუნებრივია, რომ იქ თავისუფალი ადამიანი ვერ გაიზრდება და ვერც ჩამოყალიბდება, ხო? ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალგაზრდებთან მუშაობა, თუნდაც ინტელექტუალურ და თუნდაც ემოციურ დონეზე. აი ახლა, როდესაც სტუდენტი ეცნობა კანტის ესეს რა არის განმანათლებლობა, სადაც პირდაპირ იწყება პირველი ფრაზა ეს არის საპერეაუდი, ანუ გაბედი აზროვნება, ანუ დამოუკიდებლობა და განმანათლებლობა ნიშნავს იმას, რომ უნდა გაბედო აზროვნება, უნდა იყო დამოუკიდებელი ამ აზროვნებაში. კი შეიძლება ჩემი და თქვენი აზრი ერთმანეთს დაემთხვას, მაგრამ ამ ერთი და იგივე აზრამდე ჩვენ დამოუკიდებელი გზებით უნდა მივიდეთ. აი ეს არის სწორედ დამოუკიდებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი ხიბლი. როდესაც ადამიანი, თითოეული ადამიანი საკუთარ თავში გარდაქმნის და თვითონ უპასუხებს ამას, თუ რას ნიშნავს დამოუკიდებლობა და რას ნიშნავს თავისუფლება. და ყველაზე დიდი პრობლემა არის მე მგონი ის, რომ აი ხშირად ძალიან მაწუხებს ხოლმე, როცა სტუდენტებს თან ურთიერთობა მიწევს, ყველაზე მეტად არ მომწონს ეს თვითმმართველობის ორგანიზაციები, იმიტომ რომ ფაქტობრივად აი ამას ართმევენ სტუდენტებს, როდესაც სტუდენტი ხარ, მაშინ როცა ყველაზე მეამბოხე ხარ, ყველაზე მეტად ხარ მოჯანყე, მაშინ როდესაც აი სამყარო, არათუ ხელისუფლებები სამყარო არ მოგწონს და სამყაროს ცვლილებას უნდა ახალგაზრდების როლი როგორია ამ შემთხვევაში ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაში, შენარჩუნებაში, გავრცელებაში, ანუ ამ შემთხვევაში ერთნაირად არის ყოველთვის თუ როგორ უნდა მიაღწიონ ამ საერთო აზრს და საერთო იდეით როგორ უნდა წავიდნენ? არ არის აუცილებელი, რომ ყველა აბსოლუტურად ერთნაირად აზროვნებდეს და ერთნაირად მოქმედებდეს, თუმცა არსებობს რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი წერტილები, რომელშიც აი როდესაც საგარეო პოლიტიკის კონტექსტში ხედავს საკუთარ ქვეყანას, იქ აუცილებლად უნდა იყოს ერთიანობა, სხვანაირად გამორიცხულია. აი შეუძლებელია გულზე ხელს იბრაგუნებდე და საქართველოს სახელმწიფოსამდე, მაშინ როცა ყველაზე დიდი მტერთან კოლაბორაციაზე გიჭირავს თვალი, ხო? და აი აქ არის სწორედ აი ეს აზროვნების და თავისუფლების საკითხი, როგორ უნდა შეათავსო ეს ხო ფაქტობრივად საკუთარი თავიდან გაქცევასაც ნიშნავს და მე მოუწოდებდი ყველას, რომ აი ეს გადააზრება მოხდეს ამ მოცემულობის, იმიტომ რომ აი საკუთარ თავთან რომ მარტო დარჩები და დამოუკიდებლობა რომ მოგწონს, ხო, რა შინაარსები იგულისხმება ხო ამ დამოუკიდებლობის ცნების ქვეშ, თუ კი ამას ცოტა კრიტიკულად დაუსვამ საკუთარ თავს. აუცილებელი ამ საკითხის საკუთარ თავში ჩაშლა, ბუნებრივია. ყველა უპასუხებს ამ კითხვას თავისთავად, იმიტომ რომ ეს არის რიტორიკული შეკითხვა. თუ კი დამოუკიდებელი არ ახარ, შენ ხო ვერ რეალისტები, შენ ხო აი რა გავაკეთეთ ღირებული ქართველებმა იმ პერიოდში, როდესაც ვიყავით რუსეთის თათის ქვეშ, ხო? მთელი 200 წლის მანძილზე ფაქტობრივად ჰქონდა აი მუდმივი ბრძოლები ამ დამოუკიდებლობისთვის და ეს დამოუკიდებლობა ხო თავისთავად მიზანი არ არის. ნახეთ, დამოუკიდებლობა გვჭირდება იმისთვის, რომ მოვახერხოთ რეალიზება, რომ ჩვენ შეგვიძლია ბევრი რაღაცა მივცეთ კაცობრიობას, ისევ როგორც აქამდე მიგვიწია. და თუ კი დამოუკიდებელი არ ახარ, მაშინ შენ საკუთარ პოლიტიკას ვერ წაიყვან და შენ ვერ მოახერხებ საკუთარი თავის არსებობისგან. სამწუხაროდ საეთერო დრო აღარ გვაქვს.